ინდოეთი ქვეყანა, რომლის შეყვარებაც ერთი ნახვით შეუძლებელია. ადამიანთა უმეტესობა აქ სულიერი გამოცდილების ან უბრალოდ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მისაღებად ჩამოდის, მაგრამ ამ ქვეყანაში უამრავი ისეთი რამ ხდება, რაც ჩვეულებრივი ტურისტისთვის რთულად გასაგები და აღსაქმელია. ამ ეპიზოდში ინდოეთის რეალურ სახეს გაჩვენებთ. ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ამ ფაქტში მაშინ დარწმუნდებით, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაინახავთ. მატარებელში ხალხი ყველგანაა, დერეფნებში, იატაკზე და სახურავზეც კი. ავტობუსები, ნავები და სამარშრუტო ტაქსები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. პირადი სივრცის ცნება ინდოეთისთვის უცხოა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აგრესიულ ადამიანებს თითქმის ვერ ნახავთ, რადგანაც ყველამ კარგად იცის, რომ სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია. ინდოეთში ტრანსპორტი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლის საშუალება. ეს ტრანსპორტი თავად ქვეყნის ანარეკლია, ხაოტური, ხმაურიანი და საოცრად ცოცხალი. მდინარე ჰუგლი, განგის ერთ-ერთი უდიდესი განშტოება, აღმოსავლეთ ინდოეთის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს არა უბრალო მდინარე, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერია, რომლის გარშემოც უამრავი ქალაქია აგებული. მდინარის თავისებურება ისაა, რომ ის პერიოდულად დიდდება და კალაპოტიდან გადმოდის. ინდოეთში მდებარე მთის გზები ტურისტებისთვის ნამდვილი გამოწვევაა. ვიწრო უღელტეხილები, მკვეთრი მოსახვეები, უფსკრულები და მოულოდნელად გამოჩენილი მანქანები წყოლებს დასვენების საშუალებას არ აძლევს. აქ მანქანის ავტომატურად მართვა შეუძლებელია, რადგანაც ყოველი მოძრაობა მაღალ კონცენტრაციას მოითხოვს. რიგითი ინდოელის ცხოვრებაში საკვები განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ამ ქვეყანაში ჭამა რიტუალს უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალოდ ყოველდღიურობის ნაწილს. აქაური საჭმელი ტურისტებისთვის არაა განკუთვნილი. ამ ფაქტის ნათელი მაგალითი პაანია. ის იმ მცენარის ფოთლების გამზადდება, რომელიც ტოქსიკურ წვენს გამოყოფს. ამიტომაც პაანის მირთმევის დროს მცენარის ფოთლის ჭამა არ შეიძლება. მას უბრალოდ სპეციფიკური გემოსა და ეფექტის გასაძლიერებლად ხეჭავენ. ადგილობრივებმა ეს ყველაფერი კარგად იციან, თუმცა ტურისტისთვის, რომელსაც ინდური სამზარეულოს შესახებ მცირე წარმოდგენა აქვს, ამ საკვების მირთმევა შესაძლოა ძლიერი ინტოქსიკაციით დასრულდეს. ზოგადად, ინდოეთის ქუჩის საკვები ყოველთვის გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგანაც წინასწარ არასდროს ვიცით, თუ რა აღმოჩნდება ჩვენს თეფშზე. კულინარიული შედევრი, რომელიც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება, თუ კერძი, რომელიც კუჩს ნამდვილ გამოწვევას მოუწყობს. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება და გეუფლებათ, თითქოს კერძი ერთი ადამიანის ნაცვლად მთელი უბნისთვის იყოს განკუთვნილი. უზარმაზარ ქვაბებს, სხვადასხვა соусებსა და სანელებლებს ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. რელიგიური დღესასწაულების დროს ინდოეთში დიდი რაოდენობით საკვები მზადდება, რომელიც ადამიანებს უფასოდ ურიგდებათ. უზარმაზარ ქვაბებში ასობით და ზოგჯერ ათასობით ბრინჯის პორცია ერთდროულად თავსდება. ასეთ დღესასწაულებზე საკვები ადამიანების გაერთიანების, სოციალური საზღვრების წაშლისა და მათთვის იმის შეხსენებაა, რომ უფლის წინაშე ყველა თანასწორია. ინდოეთის ქუჩები საკუთარი წესებით ცხოვრობს. აქ ფეხით მოსიარულეები ყოველთვის მართლები არიან. ყოველ შემთხვევაში ისინი ასე ფიქრობენ და ისე იქცევიან, თითქოს მთელმა მსოფლიომ მათი მარშრუტი წინასწარ უნდა იცოდეს. ამ ქაოსში არსებობს უთქმელი შეთანხმება. აქ ყველა ყურადღებით უნდა იყოს. ქალაქის მდინარეების დანახვისას შესაძლოა იფიქროთ, რომ მათ ზედაპირზე თოვლი დევს, თუმცა რეალურად ეს არა თოვლი, არამედ ქაფია, რომელიც მდინარეს უცნაურ იერს ანიჭებს. ეს მდინარე ჯამნაა, ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე წმინდა და ამავე დროს ყველაზე დაბინძურებული მდინარე. მისი სახელი მილიონობით ადამიანმა იცის. ზოგიერთისთვის ეს სიწმინდის სიმბოლოა. სხვებისთვის მდინარე რელიგიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს. ნაწილი კი მას რაიმე განსაკუთრებულად არ თვლის, თუმცა თითოეული მათგანი მდინარეს ყოველდღიურად აბინძურებს. აშკარა დაბინძურების მიუხედავად, ათასობით მომლოცველი მის ნაპირთან განსაცმენდად რეგულარულად მიდის. ისინი ასრულებენ რიტუალებს, კითხულობენ ლოცვებს, წირავენ შესაწირს და სჯერათ, რომ წყალს არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულის განკურნებაც შეუძლია. ეს ფაქტი კი გვიჩვენებს,
რამდენად დიდი როლი ენიჭება ინდოელების ცხოვრებაში რელიგიას. რამნას გასწევ, დიდი ქალაქები და სამრეწველო ზონებია განლაგებული. მათ შორისაა ინდოეთის დედაქალაქიც. წლების განმავლობაში ადამიანები საყოფა ცხოვრებონ არჩენებს პირდაპირ მდინარეში ყრიან. მისი გაწმენდის უამრავი მცდელობის მიუხედავად, მდინარის დაბინძურების პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ტაძარი რაჯასტანის შტატში, ქალაქ ჯოთპურში მდებარეობს. ვირთხები აქ წმინდა ცხოველებად ითვლებიან, რადგანაც ისინი ხალხმერთ კარნიმატასთან ასოცირდებიან. ლეგენდის თანახმად, მან ღმერთი ავას მისი მკვდარი ვაჟის გაცოცხლებას თხოვა. მოგვიანებით ბიჭი ვირთხად გადაიქცა. დღეს ტაძარი 20,000-მდე მღრღნელის სახლია. ისინი თავისუფლად დარბიან იატაკზე, ვიზიტორთა ფეხებზე, კედლებსა და კიბეებზე. ტურისტთა უმეტესობა აღიარებს, რომ ტაძარში მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები ეუფლებათ, ცნობის მოყარეობიდან პანიკამდეც კი, მაგრამ ადგილობრივებისთვის ეს ადგილი არ აღირს შესანიშნაობა, არამედ მათი რელიგიური ცხოვრების ნაწილია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობას არ წყვეტს. ინდოეთში მდებარე სრინგირის ტაძრის წინ მდინარეში უამრავი თევზი დაცურავს. მათი გამოკვება უძველესი ტრადიციის ნაწილია, რადგანაც მდინარე და მისი ბინადრები წმინდად ითვლებიან. ამ მიზეზის გამო მიმდებარე წყლებში თევზაობა აკრძალულია. ეს კადრები რათჰაიავას ეტლების გრანდიოზულ ფესტივალს გვიჩვენებს, რომელიც ქალღმერთი მაკაჰალის საპატივსაცემოდ იმართება. უზარმაზარი, დიდრულად მორთული ეტლი, მუსიკა, რიტმი და ხალხისბრბო ქუჩებს ერთ ცოცხალ, მთლიან სივრცედ აქცევს. ასეთ მომენტებში ქალაქის ფუნქცია თითქოს მთლიანად იცვლება. ინდოეთში სასაზღვრო პატრულებაც კი შესაძლოა სანახაობად გადაიქცეს. დიდი ხანია, რაც ინდოელმა მესაზღვრეებმა ვარდიის შესვლის ცერემონია შოუდ აქციეს. რიტმული ნაბიჯები, მკვეთრი მოძრაობები და მკაცრი მზერა ერთდროულად ძალას, დისციპლინასა და ეროვნულ ხასიათს გვიჩვენებს. ვფიქრობთ, რომ ინდოეთში თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ, მაშინ იმედები უნდა გაგიცრუოთ, რადგანაც გარეული ცხოველებისთვის, განსაკუთრებით კი მტაცებლებისთვის, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო სხობეც კი დაბრკოლებას ნამდვილად არ წარმოადგენს. თუ გაინტერესებთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ინდოელებს ბუნების მიმართ, მაშინ რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ეს ვიდეო უნდა ნახოთ, სადაც ჩანს თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ჭაში ჩავარდნილი კობრის გადარჩენას. ადამიანთა უმეტესობისთვის მსგავსი საქციელი შესაძლოა უჩვეულო იყოს, მაგრამ ადგილობრივები ასეთ ქმედებებს ბუნებრივად თვლიან. ვფიქრობთ, რომ მოძრაობა სირთულეს მხოლოდ ხმელეთზე წარმოადგენს, ინდოეთი ამ მცდარ წარმოდგენას სწრაფად გაგიქრობთ. მდინარეები, არხები და სანაპირო ზოლები ჰაოსის ერთი და იგივე კანონებით ცხოვრობენ. ფეხით მოსიარულეები, რიქშები, ველოსიპედები, ავტობუსები, სატვირთო მანქანები და ძროხებიც კი შეიძლება ერთსა და იმავე ზოლში მოძრაობდნენ. ლოგიკურად ეს შეუძლებლად ჩანს, მაგრამ პრაქტიკაში ასეთი რამ ინდოეთისთვის უცხო არაა. ინდოელი მძღოლები მსგავს ქაოსს შეჩვეულები არიან. მათი ძლიერი მხარე არა წესების სრული დაცვა, არამედ სიტუაციის სწორად წაკითხვისა და დროულად რეაგირების უნარია. ასე გამოიყურება ნამდვილი ინდოელი ქალი და როგორც ჩანს, ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად შეშინებული გველი იყო. ველის მომხიბვლელები განსაკუთრებული ადამიანები არიან, თუმცა მათ მოქმედებაში არც ჰიპნოზია და არც მისტიციზმი. გველები არა მუსიკაზე, არამედ ფლეიტის მოძრაობასა და ჰაერის ვიბრაციებზე რეაგირებენ. მომხიბვლელი კი უბრალოდ ცეკვის ილუზიას ქმნის.
რას წარმოიდგენთ, როდესაც გესმით ფრაზა ბორბლებზე მდგომი სახლი. ინდოეთში ეს უბრალო სახლი კი არა, არამედ სასტუმროც კი შეიძლება იყოს. ეს სასტუმრო უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ეჭვს იწვევს. სპილოსთან შეხვედრა მოძრაო მთასთან შეჯახებას ჰგავს. სპილოები უზარმაზარები და ძლიერები არიან, თანაც ისინი უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს არ ითვალისწინებენ. ამიტომაც ასეთი შეხვედრები ის პირას მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ქალაქებსა და სოფლებთან მდებარე ტყეებსა და ნაკრძლებში ვეფხვები ბინადრობენ. ზოგჯერ მათი გზები ადამიანების დასახლებებთან იკვეთება და ასეთი შეხვედრები ყოველთვის კარგად არ მთავრდება. ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში შეიძლება მარტორქებსაც შეხვდეთ. ისინი მასიური, ერთი შეხედვით ნელი, მაგრამ რეალურად სახიფათო ცხოველები არიან. ისინი ისე გამოიყურებიან, თითქოს არა თანამედროვეობის ნაწილი, არამედ პრეისტორიული დროიდან მოსული ცხოველები იყვნენ. წვიმიან სეზონზე საფრთხე მხოლოდ ცხოველებისგან არ მოდის. თებში მეწყერები ხშირად ხდება. ისინი გზებს, სახლებსა და მთლიან სოფლებსაც კი ანადგურებენ. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთი საკმარისია იმისთვის, რათა ადამიანებისთვის კარგად ნაცნობი პეიზაჟი სამუდამოდ შეიცვალოს. აგურის ქარხნები ინდოეთის ბნელ მხარეს წარმოადგენს. ეს ადგილები ტურისტული მარშრუტებისგან საკმაოდ შორს მდებარეობს. ათასობით ადამიანი აქ სიცხესა და მტვერში მუშაობს. ამ ადამიანებს ყოველდღიურად მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ. მათი ხელფასი კი საკმაოდ დაბალია. ინდოეთში ნახავთ ცხოველებსაც, რომლებიც თანდაყოლილი ანომალიებით იბადებიან. ზოგისთვის ეს სამედიცინო შემთხვევა, სხვები კი ამ ყველაფერს ნიშნად, სასწაულად და უმაღლესი ძალის გამოვლინებად აღიქვამენ. და სადღაც ახლოს ყოველთვის ნახავთ გურუსაც, ადამიანი, რომელიც თავდაჯერებულად საუბრობს. ის ხალხს სიტყვებითა და საკუთარი ქარიზმით იზიდავს. ქვეყანაში, სადაც სულიერება ყოველდღიურ ცხოვრებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ასეთი ადამიანები მუდმივად იქნებიან. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ინდოეთი ყველასთვის გასაგები ქვეყანა ვერ იქნება, რადგანაც აქაური ცხოვრება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ყოველდღიურობისგან საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ თუ ერთხელ მაინც იმოგზაურებთ ამ ქვეყანაში, მის დავიწყებას ვეღარასდროს შეძლებთ.